ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. თორნიკე ერისთავი. მე-10 საუკუნის მეორე ნახევარი ბიზანტიის ისტორიის გარდამტეხ პერიოდად იქცა. ხანგრძლივი კრიზისისა და მუდმივი ომების შემდეგ იმპერიამ დაიწყო ძალაუფლების აღდგენა. იმპერატორთა მტკიცე პოლიტიკამ და გამორჩეულმა სარდლობამ საბოლოოდ შეძლო არაბთა წინააღმდეგობის გატეხვა. კრეტა, კვიპროსი, ანატოლიის აღმოსავლეთი, სომხეთი და სირია. ეს ტერიტორიები საუკუნეების განმავლობაში იმპერიის გავლენის მიღმა, უთაო ბრძოლებისა და დაპირისპირებების ქარცეცხლში იყო გახვეული. ახლა კი ისევ იმპერიის დროშის ქვეშ მოექცა. ამ წარმატებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ძალათა ბალანსი რეგიონში. ბიზანტია, რომელიც წინა საუკუნეებში დაცემის ზღვარზე იდგა, კვლავ იქცა ძლიერ სახელმწიფოდ, თითქოს ფერფლიდან აღდგა და ახალი სული შეიძინა. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. შიდა დაპირისპირებებმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ მნიშვნელოვნად შეასუსტა სახელმწიფო. 966 წელს ბიზანტიის აღმოსავლეთის პროვინციების მმართველი და მთავარსარდალი ბარდა სკლიაროსი სამეფო კარს განუდგა, თავი იმპერატორად გამოაცხადა და ანატოლიაში ფართო აჯანყება წამოიწყო. ბერძენი მოაზროვნე და ისტორიკოსი მიქეილ ფსელოსი მას ასე ახასიათებს. სკლიაროს ჰქონდა ყველაფერი, რაც ლიდერს სჭირდება: სამხედრო სტრატეგიის უნარი, ტაქტიკური სიზუსტე, უდიდესი სიმდიდრე და წარსული გამარჯვებების ავტორიტეტი. მის უკან იდგა იმპერიის ყველაზე გამოცდილი სამხედრო ელიტა. საკუთარ ძალას მან მოკავშირეებით შემატა. დამასკოდან და სირიიდან მუსლიმანები მოიწვია. აღმოსავლეთის პროვინციებში კი ადგილობრივი სომხები და ქართველები თავის მხარეს გადაიბირა. საიმპერატორო კარი ჯარზე აგზავნიდა მის წინააღმდეგ. ბოლოს ბარდა სკლიაროს ისეთი გამოცდილი სარდალი დაუპირისპირეს, როგორიც ბარდა ფოკა იყო, მაგრამ ყოველი შეტაკება აჯანყებულთა გამარჯვებით სრულდებოდა. ნელ-ნელა თითქმის მთელი ანატოლია სკლიაროსის ხელში მოექცა. მალე მისმა არმიამ დაიკავა ნიკიაც, ქალაქი, რომელიც კონსტანტინოპოლის გასაღებად ითვლებოდა. იმპერიის დედაქალაქი უშუალო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. სახელმწიფო აღარ ფლობდა საკმარის ძალებს, გამოცდილ მებრძოლთა უმეტესობა უკვე აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლებში დაეცა. გადამწყვეტი მნიშვნელობა მოკავშირის მოძებნას მიენიჭა. არჩევანი კავკასიაში მდებარე ქართულ სამეფოზე, ტაო-კლარჯეთზე შეჯერდა. მე-10 საუკუნის მეორე ნახევარი ამ სამეფოსთვისაც აღმავლობის ეპოქა იყო. ბიზანტიელთა მსგავსად, ქართველებმაც შეძლეს არაბთა დამარცხება და ქვეყანაში მნიშვნელოვანი სამხედრო და პოლიტიკური წარმატებების მოპოვება. ტაო-კლარჯეთს იმხანად დავით მესამე კურაპალატი განაგებდა. ბიზანტიის სამეფო კარმა დავით კურაპალატისაგან დახმარების აღმოჩენისათვის შუამდგომლობა ათონის მონასტრის ბერს, თორნიკე ერისთავს თხოვა. სანაცვლოდ ბერძნები დავითს აღმოსავლეთში, ვანის ტბის მიმდებარე მნიშვნელოვან მიწებს პირდებოდნენ. თორნიკე ერისთავი იმ დროისათვის უკვე კარგად ცნობილი სახელმწიფო და სულიერი მოღვაწე იყო. წლების განმავლობაში მეფე დავით მესამესთან ერთად იბრძოდა არაბთა წინააღმდეგ და მრავალ ბრძოლაში გამოიჩინა თავი, როგორც ნიჭიერმა და გამოცდილმა სარდალმა. ტაო-კლარჯეთის სამეფოს გაძლიერების საქმეში მეფე დავით მესამესთან ერთად მასაც უდიდესი წვლილი მიუძღვის. როცა თორნიკე ასაკში შევიდა, ყოველივე ქვეყნიური სიამოვნება უარყო და ბერად აღიკვეცა. იგი ბიზანტიაში, ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში განმარტოვდა, რომელიც იმხნად მწიგნობრობისა და სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. აქ აზზე მეტი ბერი მოღვაწეობდა, მათ შორის ქართველებიც. სამეფო კარის შემოთავაზებაზე თორნიკემ თავდაპირველად უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ გაითვალისწინა ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ ბერთა მდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესება და წინადადებაზე დათანხმდა. თორნიკე უმალ გაემგზავრა სამშობლოში. ეახლა თავის ძველ მეგობარსა და თანამებრძოლ დავით კურაპალატს და ბიზანტიელთა წინადადება წარუდგინა. დავითს დიდი ხანია თვალყური ჰქონდა ვანის ტბის მიდამოებზე, ხოლო ბიზანტიელთა მოკავშირეობაც ხელსაყრელ შესაძლებლობად ესახებოდა. ამიტომაც მეფე შეთავაზებას დათანხმდა. დავითმა
12,000 რჩეული მეომარი შეკრიბა, ყველა მათგანი ბრძოლაში ნაწრთობი, სრულად აღჭურვილი და დისციპლინირებული ჯარი. არმიის სათავეში თავად თორნიკე ჩააყენა, მის მარჯვენა ხელად კი ჯოჯიკი დანიშნა. ქართული ლაშქარი სწრაფად გადავიდა ბიზანტიის ტერიტორიაზე, იქვე მათ ბარდა ფოკას ბერძნული ძალებით შეუერთდა. ერთიანმა არმიამ სვლა განაგრძო და მალე მოვიდა ის დროც, როცა აჯანყებულთა წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა უნდა გამართულიყო. გენერალური ბრძოლა მდინარე ჰალისის მიმდებარედ გაიმართა. სამწუხაროდ, ისტორიული წყაროები ამ ბრძოლას დეტალურად არ აღწერენ. ბერძენი ისტორიკოსები ძირითადად ბარდა ფოკასა და სკლიაროსის პირად დაპირისპირებას უსვამენ ხაზს. მთლიანი ბრძოლის სურათი კი თითქმის დაკარგულია. თუმცა არსებული ცნობებისა და ეპოქის სამხედრო ტრადიციების გათვალისწინებით შესაძლებელია დაუშვათ, რომ ბრძოლა შემდეგნაირად მიმდინარეობდა. ბარდა სკლიაროსის არმია გამორჩეული იყო მწყობრი მოწყობითა და სამხედრო ხრიკებით. ბრძოლაში იგი თითქოს დასუსტებულ ცენტრს ტოვებდა, რათა მოწინააღმდეგე უფრო ღრმად შეეტყუებინა, მაგრამ როგორც კი მტერი შუაგულში იჭრებოდა, სკლიაროსის ფლანგები და რეზერვები ერთიანად ამოქმედებოდა, გარშემო არტყამდა მოწინააღმდეგეს და მას ალყაში აქცევდა. სწორედ ამ ტაქტიკამ მოუტანა მას მრავალი გამარჯვება, მაგრამ ამჯერად მას სხვა მოწინააღმდეგე ჰყავდა. ქართველთა ლაშქარი უმეტესად კავალერიისგან შედგებოდა, დისციპლინირებული, სწრაფი და ძლიერი. დაოკლარჯეთის სამეფოში ცხენოსანი ჯარი უმთავრეს ძალას წარმოადგენდა, რომელსაც ფლანგებიდან მოულოდნელი შეტევებისთვის იყენებდნენ. სავარაუდოა, რომ ამ ბრძოლაშიც მათ იგივე როლი ეკისრათ. შუბოსანი ცხენოსნები ერთიანად შეიჭრებოდნენ სკლიაროსის ავანგარდში, ძიმე იერიშით არღვევდნენ მოწინააღმდეგის რიგებს და შემდეგ სწრაფად იხევდნენ უკან, რათა ხელახლა შეტევისთვის მომზადებულიყვნენ. ასეთ შეტევებს შორის, რა თქმა უნდა, ქვეითთა შეჯახებებიც უნდა გამართულიყო. თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ ვარაუდია, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ქართულმა მხედრობამ გაიმარჯვა, დიდი ნადავლიც დარჩა და ამბოხებულთა მეთაური ბარდა სკლიაროსი კი ქვეყნიდან გადაიხვეწა. საიმპერატორო კარმა ქართველები უხვად დაასაჩუქრა. დავით კურაპალატსაც გადაეცა დათქმული ტერიტორიები, ხოლო თორნიკე ერისთავმა მიღებული სიმდიდრის ნაწილი ბერძნულ მონასტრებს შესწირა. მაგრამ უდიდესი წილი ათონის ივერთა, ანუ ქართველთა მონასტრის აშენებას მოახმარა. დღეს ამ მონასტერში ქართველ ბერებს ვეღარ ვიხილავთ, მაგრამ საუკუნეების წინ აქ მოღვაწეობდნენ ჩვენი უდიდესი მეცნიერები, მწერლები და სასულიერო პირები. სწორედ აქ იქმნებოდა და ინახებოდა ქართული სულიერი და კულტურული საგანძური. ათონზე ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სალიტერატურო, საგრამატიკო და საკალიგრაფიო სკოლა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი კულტურის ისტორიაში. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ სხვა სამონასტრო ცენტრს ასეთი მნიშვნელობა არ ქონია ქართული მწერლობისა და განათლებისთვის, როგორც ივერთა მონასტერს. ბიზანტიისთვის ეს გამარჯვება გადამწყვეტი აღმოჩნდა. ფაქტობრივად, ქართველთა ლაშქარის წყალობით დაამარცხა იმპერიამ ბარდა სკლიაროსი და შეინარჩუნა ტახტი იმხანად ახალგაზრდა ბასილი მეორე. თუმცა, მოკავშირეობა არასოდეს არის მარადიული. ტერიტორიები, რომლებიც ქართველებს ჯილდოდ გადაეცათ, მალე დაძაბულობის წყაროდ იქცა. მე-11 საუკუნის დამდეგს ქართულ და ბიზანტიურ ლაშქარს ერთმანეთის წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება. ამ ომის შესახებ კი მომავალ გადაცემაში ვისაუბრებთ.